გამარჯობა საქართველო, გიზა უჭარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის 29 მარტი. და თქვენ რასაც ხედავთ, ახლა ალბათ ცოტა უჩვეულით გეჩვენებათ, მაგრამ ამ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ქალაქში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც წყვილი, რომელიც ერთმანეთს სცილდებოდა, რაღაც ოჯახური მორიგდნენ რაღაცა ოჯახში და ეს წყვილი, რომელიც ერთმანეთს სცილდებოდა, შედეგი იმით დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ ეს კაცი მივიდა იქ, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა, ის მეუღლე მუშაობდა ბანკში, ის ქალბატონი და დაცხრილა ადამიანები ბანკში, ორი ადამიანი გარდაიცვალა იმ ბანკში. მერე მივიდა საადვოკატო კანტორაში ეს მამაკაცი, სადაც იქ იმსხვერპლა ამ მისი ცოლის ადვოკატი, რომელსაც ეს საქმე მიყავდა და ამ ყველაფერს კიდევ შეეწირა ერთი პოლიციელიც. 4 კაცი შეეწირა იმ ტრაგიკულ შემთხვევას. ეს იყო უჩვეულო ტრაგიკული შემთხვევა, ესეთი მსგავსი ჩვენს პატარა ქალაქში არასდროს არ ყოფილა. საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, უგულველყოფილი იყო, ანუ ნეიტრალიზირებული იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ მანაც მიიღო გარკვეული ჭრილობები, მაგრამ გადარჩა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მერე გაგრძელდება, მაგრამ დღეს ქალაქი ემშვიდობება ამ პოლიციელ დეტექტივს, რომელიც გარდაიცვალა აი ამ მოვლენების დროს. როგორც ხედავთ, ეს სახანძრო რაზმებია, პოლიციელები, ჩვეულებრივი ადამიანები გამოვიდნენ. ხედავთ, ამერიკული და ვისკონსინის დროშებით, ასევე არის ესეთი დროშა, რომელიც ლურჯი ზოლებით ხასიათდება. ხედავთ, აი ამ დროშას ლურჯი ზოლები, ეს არის პოლიციელების სოლიდარობის დროშა. ამ ლურჯ ლენტებს, რომელსაც ხედავთ აქ, ეს გამოხატავს სოლიდარობას პოლიციელებთან. აი ესე როგორც ხედავთ, დროშები ჩამოწეულია და აი ესე ემშვიდობება ქალაქი ამ პოლიციელს, რომელიც შეეწირა აი მოვლენას. ჩვეულებრივი ადამიანები აი ესე ემშვიდობებიან. ხედავთ, უბრალო ადამიანები ემშვიდობებიან დღეს. და აი ამ გზის მიყოლებით, ეს არის Grand Avenue, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა ქალაქში. აი ამ გზის მიყოლებით ადამიანები არიან ჩამწკრივებულები, აი ესე სპონტანურად გამოვიდა ხალხი, რომ მადლობა გადაუხადოს პოლიციელს და დაემშვიდობონ, უკანასკნელ გზაზე გააცილონ ეს პოლიციელი. პროცესია ჩამოივლის მალე. ხედავთ ამ ლურჯ ლენტები. აი ეს ლურჯ ლენტები არის ეს პოლიციელების სოლიდარობის ლენტები. აი ესეთი მოვლენა დღეს ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც არასდროს ესეთი დანაშაული არ ყოფილა. უпростоრეთ ესე იგი ოჯახურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, მე მახსოვს, სადღაც 6 წლის წინ იყო დანაშაული ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, სადაც ერთ-ერთმა აზიელმა ეთნიკურად აზიელმა მოქალაქემ ნადირობის სეზონის დროს ჩაცხრილა 6 თეთრი მოქალაქე. არ ვიცი რა იყო აქ მიზეზი, მაგრამ ალბათ რაღაცა გაუგებრობის მიზეზი იყო. მე მგონი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამ თეთრმა მოქალაქეებმა ამ აზიელ მოქალაქეს უთხრეს, რომ მონადირეს უთხრეს, რომ აქ ნადირობო და ის მე მგონი გაბრაზდა და ჩაცხრილა 6 ადამიანი და 3 ადამიანი კიდე დაშავდა. ხალხი მატულობს აქაც გამოვიდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომ დაემშვიდობონ პოლიციას. Oh, thank you, appreciate. აი მაჩუქეს ამერიკული დროშა. ესე ბავშვმა ჩამოირბინა და გამომიწოდა ამერიკული დროშა და
მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ გამომშვიდობებაში. ეს კი ჩვენი ქალაქის, ანუ ჩვენი არა, ხუთი ქალაქია ჩვენზე გადამული, ქალაქ სკოფილდის წყლის ანძა. Water Tower, ეს ეძახიან ამერიკელები. ეგ წყლის რეზერვუარია. ეს კი ჩვენი შენობა, რომელიც მე და ჩემს პარტნიორებს გვეკუთვნის და როგორც ხედავთ ჩვენი შენობის პარკინგი მთლიანად დატვირთულია დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. როდესაც ესეთი მოვლენისათვის არის ჩვენი პარკირება და ჩვენი ტერიტორია გამოყენებული აბსოლუტურად ყველანაირად მხარს უჭერთ. ემშვიდობება ქალაქი თავის პოლიციელებს, რომლებიც პატიოსნად ემსახურებიან წესრიგს და უსაფრთხოებას ქალაქში. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ თავისი საკუთარი ინიციატივით გამოვიდა, რათა დაემშვიდობოს ქალაქს. ხედავთ აქ ადამიანი ზის უბრალოდ ეს ლურჯი ბუშტები კიდევ ერთხელ პოლიციის ჰერია. ალბათ იმის გამო, რომ პოლიციას ლურჯი უნიფორმა აქვს, ლურჯი ჩაცმულობა, ალბათ ამის გამო ესე დაფუძნდა ლურჯი ფერი, როგორც პოლიციელების ფერი. არ ვიცი, ზუსტი ისტორია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის სოლიდარობის გამომხატველი ფერი. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრი უმეტესობა ჩვენი პატრულის და პოლიციის პატიოსნად ამსრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს და სამსახურეობრივ ვალს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაშიც შეგვიძლია ერთი რამ თუ რაც დღესდღეობით არსებობს, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ პატიოსანია, უმრავლესობაში რა თქმა უნდა, ალბათ ისევ ჩვენი პატრული და პოლიცია. მე არ ვამბობ, რომ სხვა სისტემებში არა ყავს პატიოსანი ხალხი, რა თქმა უნდა, პატიოსანი ხალხს რა გამოლევს, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება. აი ჩვენი ოფისიდანაც გამოვიდა ჩვენი ოფის მენეჯერი, ეხლა ლურჯ ლენტას მიაბავს, იპოვა მაინც, კარგია, ეს სასიამოვნოა. და რაზეც შევჩერდი, რომ უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება იქნება დღესდღეობით საქართველოში, რომ ძალიან ცოტა ინსტანცია არსებობს, ცოტა ორგანიზაცია, ძალიან მცირე რაოდენობის სახელმწიფო ორგანიზაციები არსებობს დღესდღეობით, რასაც შეიძლება ადამიანი ენდოს. მე მგონი ადამიანის ნდობის ხარისხი სახელმწიფოს მიმართ დღესდღეობით ბევრად უფრო შემცირებულია. სასურველია ეს ხარისხი გაიზარდოს, ნდობა გაიზარდოს ადამიანებში და ნდობა გაიზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ესე დგას მთელი ქალაქი და ესეთი დიდი პროცესია ემშვიდობება დაცემულ პოლიციას. ამდენი პოლიციის მანქანა ერთად მე არ მინახია. როგორც მე გავიგე, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ პოლიციელები. ამ პატივისცემ
დაცემულ პოლიციას. ეს კი ჩემი კომპანიის წევრების ნაწილია, მხოლოდ ნაწილი, რა თქმა უნდა. ყველა აქ არ არის. როგორც ხედავთ, აქ არის შერიფის მანქანები, პოლიციის მანქანები და ასე შემდეგ. თუ თქვენ ეს არ იცით, შერიფი არის როგორც რაიონის პოლიცია. ქალაქს ყავს თავისი პოლიცია. ქალაქს კი არა, ყოველ პატარა ქალაქს ან სოფელს აქვს თავისი პოლიცია და ეს ადგილობრივი სახსრებით ფინანსირდება. როგორც ხედავთ, წერია Jefferson County, ანუ სხვა Racine County. Racine არის Milwaukee-თან, რაც აქედან არის 4 საათამდე სავალი. Chippewa County. როგორც ჩანს, Wisconsin-ის მასშტაბით ყველა რეგიონმა და რაიონმა გამოგზავნა თავიანთი პოლიციელები. ეს Interstate Patrol, ეს არის გზებზე პატრული, რომელიც გზებზე პატრულირებს ეროვნული დანიშნულების გზებზე. Portage County, Lincoln County, ასე იგი სხვადასხვა რაიონებიდან, Shawna County, ხედავთ? ეს Antigua, ეს პატარა ქალაქია. ასეთი აქვს. მე პირადად არასდროს არ მინახია ესეთი პროცესია. მართლა შთამბეჭდავია. ეს თეთრი პოლიციელები, ეს Pewaukee, ეს Wisconsin-თან არის ახლოს. Wisconsin-თან კი არა, Milwaukee-სთან მაბადიეთ. Wisconsin-ის შტატია, რა თქმა უნდა, Green Lake County. და ასე შემდეგ. ქალაქი ბერლინის პოლიცია, ანუ აქაც არის ბერლინი. Princeton-ი. Sheboygan-ი. Jackson County. და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ყოველ ქალაქს თავისი გარკვეული ფერები აქვს და ყოველი ქალაქის ან რეგიონის პოლიცია სხვადასხვანაირად არის შეღებილი. ყველას თავისი განმასხვავებელი ნიშნები აქვს. I personally have never seen so many police cars together. Just amazing. Very impressive. Absolutely, every little spot in Wisconsin. I think this is amazing. Great, actually, that they did that. I think it's neat how the private citizens are coming out lining the streets. Yeah. Right, just regular, normal people, you know? People that appreciate our police. Absolutely. Tribal police, Menominee. You can learn geography of the state just by reading the police cars. I'm not familiar with some of these counties that are accountable for it, but maybe. ნამდვილად შეიძლება ჩვენი შტატის გეოგრაფიის შესწავლა უბრალოდ ამ პოლიციის მანქანებზე დაკვირვებით. ეს
უტყუარად ასეა. ვერონა, ხედავთ, ვერონაც კი არსებობს ესეთი ქალაქი, ჩვენი შტატის დედაქალაქთან მედისონთან ახლოა. ვერონა. Shawano. Well, that's how I spoke when I came to this country. Yeah, well, you still do. I actually couldn't even say Wisconsin when I was just crossing the border. The custom officer is asking, where are you going? Wisconsin. Where? Oh, Wisconsin. State. Northern part. I didn't know how to pronounce. Oshkosh. It's just like whoever knew there were so many police cars in Wisconsin. This is just amazing. So now I'm wondering if so much police came elsewhere, Yeah. what happened in those cities? There are a lot of robberies going on. Are they Big missing? bank heists. Yeah. No, I'm sure they kind I'm of sure somehow. they're taking Oh, it yeah. into account. Somehow. Yes, I think they sent few cars and To represent. yeah. But a lot of municipalities have 4, 5, 6 cars in them, and that's a lot. Like from Eau Claire, that's amazing. So, plus, who knows all the unmarked cars where those? Green Bay television station. Oh. სატელევიზიო სადგურები ბევრი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. მე მგონი ეროვნულ ახალ ამბებშიც არის გადაცემა აი ამ პროცესის შესახებ და ამ დაღუპული პოლიციის შესახებ. აი ეს ხდება ჩემოკარგება ხანდახან ადამიანი სახლიდან გამოდის დილით სამსახურში უბრალოდ მიდის თავის მოვალეობის შესასრულებლად და საღამოთი აღარ ბრუნდება. ეს ძალიან სამწუხაროა. ამ პოლიციელს დარჩა ოჯახი, შვილები. ამ პოლიციელს ერთ-ერთი გოგო, ჩემი მეგობრის და პარტნიორის გოგოს კლასელია. ძალიან სამწუხაროა. მაგრამ როდესაც ადამიანი ხალხს ემსახურება და პოლიციაში ემსახურებს, ალბათ ამ ადამიანმა გააზრებულად იცის, რომ რისკი ამ სამსახურის შემადგენელი ნაწილია. ისევე როგორც ჯარისკაცმა იცის ეს და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც რისკიან სამსახურებში, ვისაც რისკიან სამსახურებში უწევთ მუშაობა. ლურჯი ლენტა ჩვენმა კომპანიამაც მოათავსა. Very impressive. Very impressive. It's amazing. It is. Can I take our picture?
I'm just showing how ordinary people are, Here. how they care Yep. for the fallen police officer better believe it. who went every day risking his life, and one day he just think all the people didn't come that, back home. That's just right. think of all these people that are risking their life. Absolutely. Oh, They think of that every morning when they leave, You know, any day could be last one. That's And right. This one unfortunately was for So young yet, God. very, very. ეხლა კი დაგემშვიდობებით შემოკარგებო. იმედია ის რასაც მე ვაშუქებ რაღაცნაირად გეხმარებათ მაინც, რომ დაინახოთ თუ როგორია ჩვეულებრივი ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ ქალაქში, ჩვეულებრივ შტატში და როგორ ცხოვრობს რიგითი ამერიკა. და როგორ ცხოვრობენ რიგითი ამერიკელები ყოველდღიური ცხოვრებით. დროებით და ვიმედოვნებ, რომ იშვიათად მომიწევს სამწუხარო ეპიზოდების გადაღება და იშვიათად მომიწევს აი ესეთი სიტუაციების გაშუქება, მაგრამ რას იზავ? წუხარება ისეთივე ნაწილია ცხოვრების, როგორც სიხარული. და ეს გარდაუვალია უბრალოდ. ბედნიერებას გისურვებ, ჩემო კარგებო, დროებით.